მოგესალმებით. დღეს მოგიტანეთ გოზინაყის უტყუარი რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ, რადგან ძალიან კარგი გამოდის. შინაურულად მომზადებულ გოზინაყს ხომ არაფერი სჯობს. მაშ ასე მოვხალოთ ნიგოზი. თუმცა მოხალვის გარეშეც ვამზადებ ხოლმე და ძალიან კარგი გამოდის. მოხალული ნიგოზი გავწკვნათ თუ მუქია, თუ არა დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. დაჭრილი ნიგოზი ჩავყაროთ ჭიქებში. ჭიქას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან პროპორცია ყოველთვის არის ერთი და იგივე, ანუ 4 მაგი დაჭრილი ნიგოზი და 1 მაგი თაფლი. ანუ 4 ჭიქა დაჭრილ ნიგოზს მე დავამატე ზუსტად იგივე ჭიქის სავსე თაფლი. 1 ჭიქა თაფლი, მნიშვნელობა არ აქვს ჭიქას. მოვათავსოთ ტაფაზე ან ქვაბში და გავაცხელოთ, ანუ მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ და შევაგრილოთ. ასე გავიმეოროთ კიდევ 2ჯერ. მე-4ჯერ უკვე დავაყაროთ 1 სუფრის კოზი შაქარი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 2 წუთის განმავლობაში. დაბალ ცეცხლზე 2 წუთის დუღილის შემდეგ ჩავყაროთ იგივე ჭიქის სავსე 4 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი და ვშუშოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ გოზინაყს აქვს თაფლის წვენი, ანუ ჯერ კიდევ არ არის მზად. აი, როცა თაფლის წვენი ჩაუშრება გოზინაყს, უკვე მზად არის. როგორც ხედავთ, ნიგოზი და თაფლი უკვე ერთმანეთს ეკრობა და გოზინაყიც მზად არის. გადავიტანოთ სველ დაფაზე, ჯერ გავასწოროთ სასურველ სისქეზე კოვზით, ხოლო შემდეგ კი სველი გასაბრტყელებლით, რომლითაც ჯერ გვერდები გავუსწოროთ, ხოლო შემდეგ კი დავტკეპნოთ ესე და ბოლოს კი გავაბრტყელოთ ცომივით. როცა პრიალა ზედაპირს მივიღებთ და არ იქნება უსწორმასწორო ზედაპირი, გოზინაყი შეგვიძლია დავჭრათ. მე ყოველთვის ვჭრი რომბისებურად, როგორც ამას ჩვენი დედები და ბებიები აკეთებდნენ. შინაურულზე არის ასევე გოზინაყის კამფეტების რეცეპტიც, რომელიც ასევე ძალიან მოგეწონებათ. ასევე არხზე იპოვით სადღესასწაულო კერძებისა და დესერტების რეცეპტებს სპეციალურ ალბომში სადღესასწაულო, რომელშიც აუცილებლად ნახავთ თქვენთვის სასურველ და საინტერესო რეცეპტს. ბოლოს აუცილებლად უნდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, საუკეთესო სურვილებით და იმედია, რომ ახალ წელსაც იქნებით შინაურულთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე.